სიდედრი ურეკავს სიძეს. რაღაც გონი გაზის სუნიაო, ჟონავს ალბათ. რაღაც არ მოწოსო. რა გავაკეთო? არაფერს არ შევეხო საერთოდ 10 წუთიო. მე სანთელი ანთე და ილოცო. სიდედრი ურეკავს სიძეს. რაღაც გონი გაზის სუნიაო, ჟონავს ალბათ. რაღაც არ მოწოსო. რა გავაკეთო? არაფერს არ შევეხო საერთოდ 10 წუთიო. მე სანთელი ანთე და ილოცო. სომეხი წინგს კითხულობს და პერიოდულად წამოდგება ხოლმე და სინათლეს აქრობს. ცოლი ეუბნება, ვა არ მეჩიკ, ეგრე რატო აკეთებ? გადამდევ ტო წიგნის ფურცლის გადაფურცლის დროს შუქი რატო უნდა დაიწვას ტყილა? კაცი მივა სახში და ცოლი დახვდება შიშველი. დაიჩხუბება რატო ხარ ასე შიშველიო? აბები არა მაქვს და მიტო. როგორ არა გაქვს და შკაფს გამოაღებ და ითვლის. 1 კაბა, 2 კაბა, 3 კაბა. გივი გამარჯობა. 4 კაბა, 5 კაბა. გივი გამარჯობა. სვანი მათემატიკაში მიიღებს 2-იანს ბავშვი და მამამისი ეჩხუბება. შვილო რატო მიიღე 2-იანი? რა შეგეკითხა ასეთიო? ორჯერ 2 რამდენიაო შემეკითხაო და მე შენ რამდენი უთხარიო? 7-იო. შეუპატრონო ორჯერ 2 არის 5-იო. გაწელე გამოწელე 6-იო. 7 რამ გათქმევიო? მეგრელი და გურული ზღვაზე არიან და მეგრელი ეუბნება გურულს. ნახეო წეღანი როგორ მოცხადაო, ვისაც გადაარჩენენო 50 ლარს უხდიანო რა, თვითო გადარჩენილზეო და მოდი გავითამაშოთ ახლა შენო ვითომ მიხჩოვიო, მე გადაგარჩენო. კაი, წავა გურული. და გავა იქეთ ტივტივას იქეთ და იქნებს ხელებს მიშველეთ. და მეგრელს უქნებს ხელს მიშველეო და არაო კაცო, ახო წერიაო ტრუპზე ვასილარიო. რაჭველი ტყეში კუს ასეირნებს და გაიქცევა. მიხო ცოლს მოიყვანს და მეზობლის ბიჭები ეკითხებიან, აბა პირველი ღამე როგორ იყო? მიხო იძახის მესამე ღამე. კაცო, ერთი 5 ჯერ გაიმეორებს მესამე ღამე. კაი, რა მოხდა მესამე ღამე შედედაფეთქებულო თქვიო? რა, მარო მამითხრა გამაიღე მეფსიაო. შემოჭარელი ჩამოსულია თბილისში. დაბრუნდება თავის სოფელში მეზობლებთან ლეპაჩობს. გააგზავნე. მილიციას არ დავემორჩილო, რა გავაკეთეო და თბილისში ვიყავიო იქო. უშერპო მომინდაო და ქუჩის ბოლოშიო. გამიძახავ მილიციელმა, იარაღი შეინახე, მოქმედება შეწყვიტეო. მე იარაღი შევინახე, მოქმედება არ შემოწყვეტ. სვანი ეუბნება მეგობარს. მაგთისატენი გააქვს. და არა მე ლაილაი მაქვს, ისიც სვანი ყოფილა. სოფელში მეზობელს უნდა გოჭის დაკოდვა და გადაიყვანს მეზობელს დაუძახეს. დაკოდოთ გოჭი. კი კაცო, მოგეხმარები რა პრობლემაა. ამ დროს დაურეკავენ მასპინძელს, რომ სამსახურში გამოვცხადდიო. მე როგორ უნდა დაკოდო შენ მარტო, მე სამსახურში უნდა წავიდეო. ნუ გეშინიაო კაცო, შენ ცოლი ხო აგერ არისო. გადამიშლის ფეხებსო, ყველებს ხელებს მოკვიდეს, მივცხებ ნახევარ საათს დამთავრებული ხეო ყველაფერი. სვანი მიდის სუგდიდის მხრიდან მესტიაში. ძველი დროა და მიდის შიგული. კაცო, ცოტა ვერა აქვს თავში სიტუაცია, ტილები ყავს. ჩამოაბობდება ერთი ტილი, ჩამოაბობდება ხელზე. აისვამს დაისვამს თავზე, კიდე ჩამოაბობდება ავა თავზე, თავიდან ხელზე და დაადის ასე იქეთ-აქეთ და მოკიდებს ტილს ხელს და გადააგდებს გარეთ. არ გინდა ხო ჟიგულით შეარული მესტიამდე იარი ახლა ფეხით.
გურული პაციენტი არის ექიმთან და ექიმი ეუბნება ხვალიდან გეგზალებაო, ღვინის დალებაო და ქალებში წასვლაო. აბა ცარიელი დუდუკი რას მინდა გეიკეთეთ რაქშენ. სვანი ცხენს იყიდის და ჯერ პატარა კვიცია რა და ეცოდება რომ შემოაჯდეს და ხელით დაატარებს. რა შვები კაცო, რატო არ აჯდები ზედრო? ახალი ნაყიდი მყავს თუ გზა არ იცის. გურული პაციენტი არის ექიმთან და ექიმი ეუბნება ხვალიდან გეგზალებაო, ღვინის დალებაო და ქალებში წასვლაო. აბა ცარიელი დუდუკი რას მინდა გეიკეთეთ რაქშენ. იმერეთში ერთ რკინიგზის სადგურზე ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვა, მიდის სოფელში. გზად დაემგზავრება ერთი ახალგაზრდა გოგო, რომელიც მეზობელ სოფელში ცხოვრობს. გზაში გაიცნობენ ერთმანეთს. მიდიან და გზაში რომ მიდიან, უცებ მოსახლეში შეხედავს, რომ ქათამი ჯერაფერ მითქვა რა გეცი. ქათამი და მამალი ერთმანეთთან ვუჯნაობენ. რა შვებაო ეს ორი გოგო ეუბნება ამ ბიჭს. ცოტა გამოცდილია ეს ბიჭი და გოგო პატარა არ იცოდა. დედალმა გააკუაო და მამალმა დასაჯაო. მოსახლეში გოგო ეუბნება გემეკუაო. დასჭის ახლა ეს ბიჭი რა უნდა ქნას. ერთი მოსახლეები მეორე მოსახლეშიც გაეკუა, მესამე, მეოთხე, მეხუთეშიც გაეკუა და მეექვსეში ეუბნება კიდე გემეკუაო. მეტი მე აღარ შემიძლიაო და თუ გინდა ჩაგიჯვიაში დედაც უთხრეთიან. სვანი არის სუფრუკი ყოფაქცევის ქალებთან და არის ესთან ბავშვი. კაცო ეს ქალბატონი ეფერება. თუ ასე გიყვარდი შეუპატრონო 50 მეტრს რატო გამომართვი? სვანი არის სუფრუკი ყოფაქცევის ქალებთან და არის ესთან ბავშვი. კაცო ეს ქალბატონი ეფერება. თუ ასე გიყვარდი შეუპატრონო 50 მეტრს რატო გამომართვი? მიხომ ყანაში ისეთი საფრთხობელა დაკიდა რომ ყვავებმა შაშანდელი წაღებული მოსავალიც უკან მოუტანეს. მიხომ ყანაში ისეთი საფრთხობელა დაკიდა რომ ყვავებმა შაშანდელი წაღებული მოსავალიც უკან მოუტანეს. უბანში არიან მეგრელი, გურული და აჭარელი. რაღაცას დააშევებენ და მილიცია გამოვეკიდებათ. გარბიან ქუჩაში სამ მეშოქს დაენახავენ და თითო მეშოქში ჩაძვრებიან. ეგება ვერ გნახოს. ერთ მეშოქში რომელშიც გურულია ჩამჟარი მიატყავს ფეხს. მიაუ დაიძახა. უკანა ყოფილა. მეორეს მიატყავს. ვოუ, ზაღლე ყოფილა. მესამეს რომელშიც აჭარელია მიატყავს ფეხს და აბა ხულოს კარტოფილი იაფად. უბანში არიან მეგრელი, გურული და აჭარელი. რაღაცას დააშევებენ და მილიცია გამოვეკიდებათ. გარბიან ქუჩაში სამ მეშოქს დაენახავენ და თითო მეშოქში ჩაძვრებიან. ეგება ვერ გნახოს. ერთ მეშოქში რომელშიც გურულია ჩამჟარი მიატყავს ფეხს. მიაუ დაიძახა. უკანა ყოფილა. მეორეს მიატყავს ფეხს. ვოუ, ზაღლე ყოფილა. მესამეს რომელშიც აჭარელია მიატყავს ფეხს და აბა ხულოს კარტოფილი იაფად. გოგოს გაუპატიურებენ და სასამართლო პროცესზე იხილავენ ამ ყველაფერს. როგორ მოხდა, რა მოხდა და მოწმეები გამოყავთ.
გამოვა ერთი იტყვის ასე მოხდა ისე მოხდა დაწვრილებით ყვება ყველაფერს გააუპატიურა ასე იქნა ისე იქნა კაცო ეს მიხო უსმენს და მისი რიგი რო დადგება მოწმეთ უნდა გაიყვანონ და გაიყვანებენ ბატონო მოსამართლე ერთი 10 წელი ტყვის რა იყო თქვი მიხო და მეც ასე მეგონაო შორიდან რომ გააუპატიურა ახლა რომ მივეჩი რა გურჯანში ბავშვს უნდა ქათამი რო დაკლას და პაპას ეძახს პაპი მოდი ქათამი დამაკლევიო და პაპა ეტყვის პაპი რას ამბობ სისხლის ისე მეშინია სოლი რომ მოვიყვანე პირველ ღამეს თელაվել კაც დაუძახეო გურული და ჭარელი ერთად განან და შარდავენ კაცი გახედავს მეორეს გურული რა ესე პატარა გაქვს ბავშვობიდან თუ აკაპიცებული გაქვს ქალი ისეთი მსუქანი იყო მაქსიმუმ შემოვარა და 3 ლარი დაწერა სვანი სახეზე და ტანზე წაისობს მაზუტს გვერდზე მეგობარი ეუბნება რა შვები კაცო და აშვებიო და აგერ წერიაო ვაკანსიაო და ასე წერიაო შავი მუშები გჯდებაო ჭიჭიკი ამ რგვალსახს აშენებს და შალიკი ეუბნება მისი მეზობელი რგვალსახს რატო აშენებოდა სიდეთ მომიხრაო კუთხის ბინა ჩემი იქნებაო და იტო ნაბახუსები კაცი ზის უნიტაზზე და დააბოყინებს და შეიშმუშდება ვაი მგონი უკუღმავზი ვარ ერთი ახალგაზრდა ბიჭი არის და ყოველ დღე შედის კაზინოში და აგებს თანხებს ყველაფერი წააგო თუ რამე აქვს სახში აბსოლუტურად ყველაფერი ტელევიზორი პიანინო ეს ყველაფერი ჩააბარა და ბოლოს იძულებული გახდა საქართველოდან წავიდა საზღვარგარეთაა წასული რაღაც ქვეყანაში და რეკავს მამასთან მამა რა ხდება როგორ ახართ რა ხდებაო და ეხლა დივანი უკანასკენ რომელიც ჩვენ სახში იდო ერთადერთი ნივთი ისიც კი გააქვთ გარეთ და იმაზე ფიქრობ რაზე მოგიტყნა დედა შენი დედა მოტყნი ნაბახუსები კაცი ზის უნიტაზზე და დააბოყინებს და შეიშმუშდება ვაი მგონი უკუღმავზი ვარ